საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაცია ახმეტის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მატანსა და პანკისის ხეობის სოფელ დუიში მოსახლეობას შეხვდნენ და უკვე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. თავის მხრივ ადგილობრივებმა სოფლებში არსებული ძირითადი გამოწვევები დაასახელეს. პანკისის ხეობაში განსაკუთრებული ყურადღება მდინარე ალაზანზე ნაპირსამაგრის სამუშაოების აუცილებლობაზე გამახვილდა, ხოლო სოფელ მატანში მოსახლეობამ მთავარ პრობლემად სასმელი და სარწყავი წყლის საკითხი დააყენა. სოფლებში, მატანში, დუიში, სხვა სოფლებში ხვდებით მოსახლეობას, ვეცნობით მათ საჭიროებებს, რა უჭით, რა უხინთ, რა არის ამ სოფლის და მოსახლეობის საჭიროებები ახალგაზრდობისთვის, ბავშვებისთვის, ასაკიანი ადამიანებისთვის და შეძლების დაგვარად რაც არის ჩვენს შესაძლებლობებში აუცილებლად რა თქმა უნდა დავეხმარებთ. ეს იქნება სკოლების რეაბილიტაცია, ბაღების რეაბილიტაცია, წყლის სისტემების დაქცევა, სოფლების მომარაგება წყლით, გზების რეაბილიტაცია თუ სხვა, ასე რომ ეს არის მუდმივი პროცესი. ხალხი ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ენთუზიაზმით ხვდება პარლამენტის თავმჯდომარეს და ბუნებრივია ჩვენ გვაქვს საუბარი ყველა იმ თემაზე, რაც მოსახლეობისთვის საინტერესოა და ყველა იმ კონკრეტულ საკითხსაც, მათ შორის რაც კონკრეტულ სოფელს შეიძლება აწუხებდეს. ერთი რამ აღსანიშნავი არის, რომ სოფლებში ინფრასტრუქტურის მშენებლობა, მოწესრიგება მუდმივად მიმდინარეობს, ინტენსიურად მიმდინარეობს და სასიხარულოა ის, რომ ყოველ ახალ გაკეთებულ საქმის შემდეგ ჩნდება მოსახლეობაში ახალი, ასე ვთქვათ, მოტივაცია და ახალი, ასე ვთქვათ, მშენებლობის სურვილი და ჩვენ სახელმწიფოს მადლობა ღმერთს გვაქვს დღეს იმის საშუალება, რომ ეტაპობრივად ყველა ეს საკითხები ჩვენ მოსახლეობას გადავუწყვიტოთ. წყლის პრობლემა, მიუხედავად იმისა, რომ წყალი არის გამოყვანი და მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა და დაიხარჯა თანხა, ბოლომდე ვერ ხდება მოსახლეობის მიერ მოსახლეობამდე მიყვანა ამ წყლის, მით უმეტეს ახლა მოგეხსენება ზაფხულში რა სირთულეებთან არის დაკავშირებული. შეგვპირდა პარლამენტის თავმჯდომარე, გვიხარია და იმედი გვაქვს, ასევე დაანონსდა, რომ მოეწყობა ორი მნიშვნელოვანი გასართობი ცენტრი და მეორე სპორტულ გამაჯარსაღებელი ცენტრი, ეს იქნება საცურაო სივრცე, ფიტნეს სივრცე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას ნამდვილად აკლია და სჭირდება. შეხვედრა ნამდვილად უშუალოდ ძალიან თბილ გარემოში მიმდინარეობდა. დამიჯერეთ ყველა არსებული პრობლემა იყო გაჟღერებული, თავი არავის არაფერზე შეუკავებია ის, რომ წყლის პრობლემა არის მატანში, განსაკუთრებით სარწყავი წყლის პრობლემები, გზები მართალია დაიწყო მშენებლობა, კეთდება, მაგრამ არის რაღაც გარკვეული ნაწილი, ესაც იყო ამ ყველა თუ კი რაიმე პრობლემა იყო, ყველა საკითხი იქნა